მოგესალმებით დუბაიდან. აი ამ ჩაწერის მიზეზი არის ერთი რამ. თუ ადამიანმა მოინდომა, ისეთი რამ არ არსებობს, რო არ შეასრულოს ან ვერ გააკეთოს. წარმოიდგინე, დილით მათე მოტორში თბილისში 10 საათზე ზეთის რეკლამა გავაკეთეთ. 12 საათიდან პირველ საათამდე თათბირი ჩავატარეთ. ახლა ვართ დუბაიში, 2 საათია თათბირს ვატარებთ ქვევით. აი ამ სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე ჩვენი სასმელების კომპანიაში და ახლა მე და ბატონი შალვა ამოვედითო რაღაცა გვეჭამა. მოდი, რისი თქმა მინდა. ახალგაზრდებო, მიუღწეველი არაფერია. დილით აი ამ ფორმით ვიყავი, ხო? აი ამ ფორმით ვიყავი თბილისში, ახლა ვარ დუბაიში. მოდი შალვა. ეს არის დუბაიში, დეირაში, დეირა სიტი ცენტრი და რისი თქმა მინდა. აი ამ წუთას რისი თქმა მინდა. მე მთხოვეს თბილისელებმა, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა, ნაცნობმა, უცნობმა, რომ აი აქ დუბაიში, ამოდენა სავაჭრო ცენტრში დამესაქმებია. მე და გასაქმეთ დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ხო? და ყველა მისის ჩემი ცენტრის სასმელების მაღაზია. აი აქ 0 სართულზე პარკინგები სადაც არის, იქ არის უზარმაზარი საწყობიც და არის უზარმაზარი მაღაზია სასმელების. ხო გითხარით, რომ თუ ეს თქვენ დაგჭირდებათ, მიდით, იყიდეთ, დანარჩენი თქვენი საქმე არაფერი არ არის. ჯო, მიდიხარ და ეუბნებით. გელასი რა წილია, როგორ არის, რა არის, ჩვენ ღვინოს ხო არ ჩაიბარებ, ჩვენ არახს ხო არ ჩაიბარებ, ბიძია. აქ დაგასაქმე, იქ ჩაგიყვანე, მოგხედე, გიპატრონე, რამე ხო არ გავომირთმევია თქვენთვის. ან წილში ჩაგიჯეკით, ან რამე ღმერთმა დამიფაროს. ახლა რომ მიდიხართ და იმ ხალხს, ჩემს ხალხს აწუხებთ, ჩემს საწყობს აწუხებთ და ეუბნებით, რომ ღვინო მაქვს და ჩაიბარე, ვინ ჩაიბარებს შენს ღვინოს? ან როგორ შემოიტან დუბაიში ღვინოს და ან არახს. ეს ხო გამორიცხულია. ამიტომ გთხოვთ ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ, სადაც დაგასაქმეთ და იმ საქმეს შეეშვით. იმას ყავს პატრონი და ვერავინ თქვენ იქ არასდროს ერთ ბოთლ ღვინოს არ მიგატანიებთ. იმიტომ რომ ის არის დაკეტილი ზონა და არის ჩემი. მე როგორც ვიტყვი ისეა. რაც შეეხება კიდევ ერთჯერ გავიმეორებ შალვა, აი აქ ვძნობ უბრალოდ, აი ამ სავაჭრო ცენტრში, აი შეხედე უბრალოდ რამოდენა სავაჭრო ცენტრია, ხო? და აქ არ არის მაღაზია, ბრენდული მაღაზია, აი ეს კაფე, ჩვენი კაფეა, ხო? აი აქ მე ვისვენებ, აი როგორც ახლა ამოვედით, ხო? ახლა ბიჭები მოდიან კიდევ, დავждებით აგერ და ყოველ დღე დილით საღამოს ვარ აი ამ კაფეში. თუ ვინმე სასმელი დაგჭირდათ, არის პირველ სართულზე, იყიდეთ, მადლობა გადაუხადეთ და წადით. თუ არ მოგცემენ, უთხარი ჩემი სახელი, ხო? უთხარი საქართველოდან ვარო, მაგრამ ნუ დაუწყებ ახლა რომ მე ღვინო მაქვს და არ მიიღებენ შენ ღვინოს ოქროც რო იყოს. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ თუ ვინმეს გააქვთ ღვინო და მაინც და მაინც რაღაც არის, თბილისში გავარკვევ და ჩვენ თვითონ ჩამოვიტანთ. აი ეს დუბაი ჩემთვის არის მეორე სახლი. ჩათვალე საქართველოს შემდეგ დუბაი არ ვიცი, აი ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ჩინეთი, მაინც ჩინეთია. დუბაის ფასი მხოლოდ ერთი ხიდი აქვს. შენ წარმოიდგინე, ისეთია ჩინეთი, მაგრამ დუბაი ახლოა. ყველამ ინგლისური იცის. 30 წელი აქ ცხოვრობ, აქ დავდივარ და თითქმის დუბაიში დიდსა და პატარას ყველას ვიცნობ. ამიტომ აქ მიადვილდება საქმეც, ურთიერთობების და ყველაფერი. Dubai good? Very good? Not good, really good.
Very good? No good. Very good. Very from where? Pakistan. Oh, Pakistan. Thank you. Thank you. Ak მე ყველაფერზე მიმიწვდება ხელი, ამიტომ თუ ვინმეს გინდათ დუბაი დეირა city ცენტრში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, დასაქმება ან რამე აქ ვინც ცხოვრობთ ქართველები დუბაიში, ყველას ეტაპობრივად დაგეხმარებით, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მე თქვენ გემოზე ესე იაროთ, არა, უბრალოდ ჩემი თხოვნაა, რომ გაითვალისწინოთ, აქ არ უყვართ ესეთი მე გადაადგილებები. დაიწყებ მუშაობას, იმუშავე წესიერად, იშოვე ფული და წადი სახში დაისვენე. თუ შენ ხარ მოსული აქ სამუშაოდ. მოდი, კიდევ ერთჯერ მინდა გისურვოთ ჩემო შალვა წარმატებები. ბატონი შალვა პირველად არის დუბაიში და აქტოვანებულია, ცოტა სამალიოტის კი შეეშინდა, მაგრამ ნიჩეო, ჩემო შალვა მიეჩვევი, შენ ახალგაზრდა ხარ და საქართველოს მოსახლეობას უსურვოთ საქართველოში წარმატება და ყველა ქართველს დუბაიში მინდა უსურვო წარმატება. თუ რამეს ვერ აღწევთ დუბაიში, რამე პრობლემები გაქვთ, მე ვარ აგერ და ყველამ თითქმის იცით სად ვარ. გისურვებთ წარმატებას. უბრალოდ აი აქ ვარ, როცა დუბაიში ვარ, ჩათვალე აი ამ კაფეში ვარ, თითქმის დილიდან საღამოს და თუ რამე გჭირდებათ, ტურისტული კომპანია, გადამზიდი კომპანია თუ სხვა რამე დაგეხმარებით. გისურვებთ წარმატებებს.